გამარჯობათ, მოგესალმებით პირველ რიგში ჩემს გამომწერებს. მოგესალმებით ბატონო გოჩა თქვენს. მოგესალმებით ბატონო დავით, მე მიესალმებ თქვენ მაყურებელს, თქვენს მენდელსაც. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. გაიხარეთ, ძალიან დიდი დრო არ ყოფილვართ ჩვენ ეთერში, ერთად არ გვისაუბრია შექმნილ მოვლენებზე. ახლა ბალეტზე ჩვენ სასაუბროდ არ ვიკრიბებით. კარგი მოტივი იქნებოდა ხელოვნებაზე და ბალეტზე ლაპარაკი, მაგრამ არ გვიდგას ახლა სამაგისო დრო და ბალეტის სპეციალისტები ჩვენ სამწუხაროდ არა ვართ, მაგრამ ისეთი მოვლენები ვითარდება მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში და რა თქმა უნდა ამ ჯაჭვსაც მიბმულია ჩვენი ქვეყანა, ვერ დავდგებით ნამდვილად ისე რომ ერთი სიტყვა არ თქვათ ჩვენი საზოგადოების ცნობიერება არ გავამდიდროთ რეალურად ჭეშმარიტი მოვლენებით რაც ხდება, არა ისეთი შექმნილი მოდელირებული ქრონიკით, როგორც ეს ახასიათებს დღევანდელ ხელისუფლებას და ოპოზიციას და ამიტომ კვლავ შევიკრიბეთ ბატონი გოჩა, ვინც ახლა შემოუერთდა ამ ეთერებს და არ იცნობს ამ სერიებს ჩვენი გადაცემების, ამერიკაში ცხოვრობს უკვე წლებია, არის ამერიკის მოქალაქე. მე საფრანგეთში ვცხოვრობ, ვარ პოლიტიკური დევნილი, თავის დროზე ბატონმა გოჩამ ეს გზა გაიარა, მერე ბატონ გოჩას წაართვეს საქართველოს მოქალაქეობა. რა ვიცი, თუ სადმე მცონარა ქართული საზრისით, სამწუხაროდ როგორც დღეს შექმნილია და აზროვნები თუ ვინმეს რამე არ უნდა აწუხებდეს ბატონო გოჩა ეს ალბათ თქვენ არ უნდა გაწუხებდეთ. იმიტომ რომ ხართ ამერიკის მოქალაქე, ცხოვრობთ კარგად, კარგი სამსახური და მაინც არ გასვენებთ გამჩენი ერთვებით ამ ეთერში და აბრაზებთ ამ ქართული ოცნების ხელისუფლებას. რატო? რა გინდათ რისი გულისთვის? ბევრი დასვამ შეიძლება ამ შეკითხვას, მაგრამ ამ შეკითხვას დასვამს ის ადამიანი, ვინც არის ის თქვენი პრეისტორია, ვინც არის ის 2.800.000 ქართველის ბედი, რომლისგანაც ჩვენი ბედი პიროვნული პერსონალური არაფრით არ განირჩევა და არ უმსახურია ქართულ არმიაში, არ ყოფილა ქართული შეერაღებული ძალების ოჯახის წევრი, არ დაუღრია სისხლი ამ ქვეყნის გულისთვის და არ ქონია არანაირი შეხება ჩვენ სამშობლოსთან. მისთვის ალბათ მარტივი იქნებოდა ცხოვრება არა მარტო თუ უცხოეთში და განსაკუთრებით ამერიკაში, არამედ საკუთარ ქვეყანაშიც, თუ რა თქმა უნდა მისი ეზოს, ღობის, ყორის იქეთ არ გაიხედებოდა, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში ეს ასე არა. ამიტომ მოკლე პრეამბულის შემდეგ მე შემიძლია დღეს თქვენ გკითხოთ ძალიან დიდი შეხვედრა გაკეთა. ტრამპი პუტინის შეხვედრა იყო პირველ ჩარჩოში რო დავინახოთ ალასკაში მოხდა ეს ყველაფერი, გარდა ამისა მოვლენებს წინ უსწრებდა რეგიონალური პოლიტიკური პროცესი, რაც სომხეთის პრეზიდენტის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ურთიერთშერიგებით თუ ხელშეკრულების დადებით სამშვიდობო მისიაზე გამოიხატა და ნახეთ ეს ყველაფერი და ამ დროს კოცები ზიანდა deep states. ხო და ამიტომ დაგიძახეთ თქვენ სასაუბროთ ამ პოლიტიკურ მოვლენებზე და გისმენთ. დიდი მადლობა ბატონო დავით. ერთი პატარა ტექნიკური ხარვეზი არის ჩვენი საუბარი, რატომღაც დაგვიანებით მეორდება პირდაპირ ასე მესმის და იქნებ რაღაცა არის გამოსართველი მხარეზე. ვერაფერს ვერ გამოვთავ ბატონო გოჩა, 1-2 წამის დაგვიანებით დავსვამ შეკითხვებს. ო თან ხმამაღლა მოდის ბატონო დავით, მაგიტომაც ვამბობ, აი ყურმილში პირდაპირ. ხო და ესე იგი deep stage გვებზვის. ერთი მოდი აქედან დავიწყოთ, რომ პირველ რიგში დიდი მადლობა წარდგენისთვის, მეორე ძალიან ბევრი რამე ხდება საქართველოში. ფაქტიურად ადამიანები, ვინც ახლა საქართველოში ცხოვრობს, ვერ ხვდებიან კიდევ უმეტესობა თუ რა ხდება ჩვენ გარშემო. და სწორი ანალიზი რო გაკეთდეს, საჭიროა ინფორმაციის წყაროების ძებნა, სწორი ძებნა, ანალიზი, ანალიტიკა და ეს თალკე მეცნიერებაა, რომელიც ახლა ყველა რიგით მოქალაქეს არ შეუძლია. და ჩვენი საინფორმაციო ველი კიდე გაჯერებული არის ან პრო რუსეთი, ან პრო უკრაინული, ან პრო დასავლეთი ზოგადად. და უფრო პროპაგანდისტულ სტატიებს კითხულობენ. შესაბამისად არასწორი წარმოდგენები, არასწორი ინფორმაცია და გამრუდებული
შეხედულება აქვს ყველაფერზე, რაც კი ჩვენ გარშემო ხდება. და ეს დიდი პრობლემა არის. ამიტომ ჩვენ როდესაც რაღაცას ვიტყვით სიმართლეს, ეს რა თქმა უნდა ჩანს არასწორად მათთვის, უმეტესობისთვის, ან ძალიან რადიკალურად, ან ძალიან ანგაჟირებულად, ან სხვა მიზეზებს მოუდებენ. მაგრამ ვერ ხედავენ სიმართლეს. და სიმართლე იმაშია, რომ ჩვენ გარეშე ხდება საქართველოს ბედი. ჩვენ გარეშე ხედულობაში მაქვს საქართველოს მოქალაქეების ნების გარეშე, საქართველოს სახელმწიფოს გარეშე. და ამას ახსნას უკეთებენ, რომ თითქოს აი ჩვენ არსად არ უნდა ჩანდეთ. ავაუმი ხო არ გვინდა. იქით deep state-ი გვთავაზობთ, რომ ჩაერთეთ ომშიო და აქეთ კიდე რუსული ტანკი გვიყენიაო და რა ვქნათ. ხო და სინამდვილეში ეს ვირთაგვები ძალიან კარგად მუშაობენ ორივე მხარეზე, ფულის გაცეცხლებაზეც, შემოტანაზეც, შავი ფულის შემოტანაზეც და ბევრ რაღაცებს იმ საკითხებს, რასაც პროკურატურა უნდა იხილავდეს და არა ჩვენ საუბრობდით ამაზე აქ. ამასთან ერთად ამას ემატება კიდე უცოდინრობა. Deep State-ზე, ბატონო დავით, მე და თქვენ შეგვიძლია ვისაუბროთ და ასევე კუდიანებზე და ასევე მარსიანებზე და ასე შემდეგ. მაგრამ ადამიანი, როდესაც სათანამდებობაზე ზის და ხსნის თავის უმოქმედობას იმით, რომ ჩვენ რაღაც როგორ გითხრათ, იმიტომ ვართ ასეთ მდგომარეობაში, რომ ჩვენ არ გვინდა ომი და ამ დროს საქართველო ითიშება ყველაფრისგან, ანუ ყველა იმ ბებიდან, რაც შემოსავალი უნდა მოუტანოს ქვეყანას, ყველა იმ რეგიონალური პროექტებიდან, თავდაცვითი პროექტებიდანაც კი ჩვენ ესე იგი ვჩებით ყველაფრის მიღმა და ვემსგავსებით იმ ნავს, რომელსაც არც პარუსი აქვს, არც პატარა მოტორი, არც ნიშვევი. და შედან მარტო, ასე ვთქვათ, ადამიანების შიგნით და დამოკიდებულები არიან, რომელი ტალღა, რომელ მხარეზე წაიღებს, მარცხნივ თუ მარჯვნივ. თუ დინებას აიყვანს. აი ესეთი მდგომარეობა არის დღეს საქართველოში. და ამ ასეთ მდგომარეობაში ადამიანს აუხსნა რა მნიშვნელობა აქვს პუტინსა და ტრამპ შორის შეხვედრას, ვერასოდეს ვერ მიხვდება. მოგონიათ, რომ ისევ ის არის, რა ქვია, რაღაცა წარმოსახვით სამყაროში, გონიათ, რომ კიდევ რაღაცა გლობალური საკითხები ხდება და ეს ჩვენ არ გვეხება. და ეს გვეხება პირდაპირ. გვეხება იმით, თუ როგორ ვიქნებით ჩვენ შემდეგი 50 წელიწადი, სანამ რაიმე ცვლილებების პერიოდი ან ციკლი არ დაიწყება. იცით რა არის ბატონო გოჯა? მადლობა თქვენი შესავლისთვის და სანამდე ღმერთმა დამიფაროს პირველში ქართულ ოცნებას რამე აუხსნა და ქართული ოცნების გულისთვის რამე გავაკეთო. მე მეღუპება ჩემი სამშობლო. მე ვალდებული ვარ, რომ რამე გავაკეთო, რამე ვთქვა, სიტყვას დიდი ძალა აქვს. დღევანდელ მოვლენებში სიტყვას უფრო დიდი ძალა აქვს შეიძლება ვიდრე რეგულულად გაკეთებულ ბრჭყალებში საქმეს და ამიტომ ვართ ჩვენ ანგაჟირებული გავაკეთოთ ეს საქმე დღეს რასაც ვაკეთებთ, რა სიმართლესაც ჩვენ ვამბობთ და ამას ვამბობთ საზოგადოებისთვის, ფართო მასისთვის და იმ მონოპოლიზირებული მედია ველისთვის, რომელიც გვარწმუნებს 24 საათის განმავლობაში, რომ აბუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს ებრძვის ვიღაცა ოკეანის გადაღმა, რომ დაანგრევიოს ქვეყანა. ამ დროს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შექმნილი აქვთ დრაკონული კანონები, საქართველოს ყოველი მეოთხე მოქალაქე უკვე ემიგრანტი გახდა და გადაშენების პირას არის ქართველი ერი. ეს არის რეალური დემოგრაფიული და პოლიტიკური ეკონომიკური მოცემულობა ჩვენი ქვეყნის. ასე რომ მე ქართული ოცნების ყოფაზე მაგათ რა სიამოვნებთ და არ სიამოვნებთ ნაკლებად მაინტერესებს. უბრალოდ მოვლენები, რომელიც ვითარდება მსოფლიოში ახლა არა ვართ რა პროცესებიდან დაშორებული, მე ჩვენი საუბრის თავში აღვნიშნე, რომ ამერიკაშივე დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება ამერიკის პრეზიდენტის ჩართულობით რეგიონის მიმართულებაზე სომხეთში და აზერბაიჯანში, ხო? ფაქტურად ეს ხო რამოდენიმე
რამოდენიმე ათეული კილომეტრი არის ჩვენი საზღვრიდან. ეს ხო შორი არ არის რა. ამიტომ ნებისმიერ მომენტში ჩვენ ვცხოვრობთ მყიფე ნიადაგზე. თავი რო დავანებოთ ოკუპირებულ ზონებს, მიმართულებებს, ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაიბეროს პრობლემა, რომელიც იქნება ტრადიციული ომის სახის. არანაირი გეგმა, არანაირი მზაობა, არანაირი არმია, რომელიც შეძლებს ქვეყნის თუნდაც რაღაცა ზღუდის შეკვრას, რომ თავდაცვითი სფეროები მოხდეს, არ არის. და დიდი სიცრუე იფანტება ტელევიზიით. ჩვენ რო დაუახლოვდეთ ჩვენ სიუჟეტს და მოვლენები უფრო გავშალოთ, აი საზოგადოებას რო აუხსნათ, რა პროცესები მიდიოდა ალიასკაში და რა პროცესები მიდის ახლა და დამატებით კიდე ერთ რაღაცას აღნიშნავ, მე სანამდე თქვენ დაიწყებთ სტრატეგიულად პროცესების გაშლას. მე არ შევაფასებ ამ მოვლენებს, მე დავინახე ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ომის დამთავრება. ეს ადამიანები სხვაგან არ არიან, ეს ადამიანები არიან საქართველოში. მათ სურთ რომ ომი იყოს მკვლელობები. მე ვლაპარაკობ მედია საშუალებებზე. ესე იგი, სხვამ შეიძლება ბატონო გოჩა ეს ვერ დაინახოს, ან ვერ გაარჩიოს, მაგრამ გამომდინარე იქიდან ჩვენ ვართ სამხედროები. ჩვენ გვიმუშავია საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, ჩვენ ვხვდებით და ვიცით ინფორმაციის ნაკადის, წყაროს, მისი ხარისხის მნიშვნელობას და დებენ როგორ მასალებს, იცით? ანუ კაცს რო კაცის მკვლელობა უხარია. მნიშვნელობა არა აქვს, ვინაა მოწინააღმდეგე, ვინაა თავდამსხმელი. არა, გაწოდებენ ამას, რომ შენ უნდა გიხაროდეს, რომ ადამიანი მოკვდა. და უყურებ მე ადამიანის სახეს მხარეებს, საქართველოს პოლიტიკურ მხარეებს, რომლებსაც უბრალოდ არ უნდათ ომის დამთავრება და უხარიათ სიკვდილი. მათ არც საქართველოს ბედი არ აწუხებთ, არც უკრაინის ბედი არ აწუხებთ და არაფერი არ აწუხებთ საერთოდ. აი ამ მოვლენებს ვხედავ მე მხოლოდ. მოდი ანი ჩემთან. მოდი გიხდით. ფერი. უნდა გამოთქვას თავისი აზრიც. კარგი არის. გასაგებია ბატონო დავით თქვენი ისა. მე გეთანხმებით რომ ასეთი ადამიანებიც არსებობენ. მაგრამ ჩვენ უნდა უყუროთ ამას ცოტა როგორ გითხრათ, ცოტა სხვანაირად უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი არის, როგორ გითხრათ, ომის ეფექტებიდან ომიდან გამომდინარე რაღაც გადახრები, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში, ამა თუ იმ მოსახლეობაში, ამა თუ იმ ადამიანებში წარმოიშობა ამგვარი ექსტრემალური მდგომარეობის დროს. ეს მართლა ექსტრემალური მდგომარეობაა, იმიტომ დიდი ომი მიდის 1500 კილომეტრია ფრონტის რეალური სიგრძე. ეს დიდი ომი არის, ეს მეორე მსოფლიო ომის მერე არ ყოფილა ასეთი ომი ევრაზიის კონტინენტზე. შესაბამისად ადამიანებს გააჩნია თავიანთი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე. ზოგს შეშისგან ან რა იმართება, ან სხვა აზრები მოზის, ზოგი გირდება, ზოგი პირიქით ხდება უფრო აგრესიული და ასე შემდეგ. მაგას უნდა ძალიან ასე ვთქვათ, შევხედოთ ძალიან წყნარად. თვითონ ასე ვთქვათ. რაც შეეხება ალიასკაზე შეხვედრას, ეს შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და რატომ? ეხლა თქვენ მოისმენთ რუსულ პროპაგანდას, რომ აი პუტინმა გაიმარჯვა და ესე და ასე შემდეგ, დიპლომატიურად მოუგო, ტრამპი მოატყუა, როგორც ყოველთვის ტრამპი არის ლუზერი, ასე ვთქვათ, ან ესე გამოვიდა და მეორე მხარესაც რო შევხედოთ, მეორე მხარეც ფიქრობს, რომ აი ტრამპმა მაინც თავისი ბიზნეს იდეების გაყიდვა დაიწყო და სულ არ აინტერესებს უკრაინა და ათასნაირი ვერსიები ტრიალებს ახლა ჩვენ გარშემო. ან კიდე არის ასეთი მომენტიც, რომ სხვადასხვა ჩემის აზრით, რომ პუტინი არ უნდა ჩამოსულიყო ალიასკაში, უნდა შეხვედრილიყვნენ უფრო ნეიტრალურ ადგილზე, სადმე ისლანდიაში ან სადმე ისეთ ადგილზე და არა ამერიკის ტერიტორიაზე. მაგრამ ჩვენ უნდა ვუყუროთ სიმბოლიზმს. სიმბოლიზმი თუ როდის ხდება დიპლომატიაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არანაკლებ მნიშვნელოვანი იმ საკითხებზე, რაზეც ისინი ღიად საუბრობენ. და რა ხდება მათ გარშემო ჩვენ ამიტომ ამასაც უნდა დავაკვირდით რა პირობებში არის მიღებული, როგორ არის მიღებული, როგორ ისხდნენ, როგორია მათი ასე ვთქვათ სხეულის ენა, რა ხდებოდა მათ გარშემო. ეს ამ ყველაფერს თუ დააკვირდებით და შეაჯამებთ, ამით ბატონმა ტრამპმა დაანახა პუტინს, რომ შეუძლია კარგადაც იმოქმედოს და შეუძლია ცუდადაც იმოქმედოს მისთვის. ეს მხოლოდ სულელმა ვერ გაინახა. სიტყვიერად
კარგად ელაპარაკა, მაგრამ გარეშემო დაანახა, რომ ძალა აქვს და შეუძლია იმოქმედოს ძალითაც. აი ეს იყო და ეს. ბატონო გოჩა, ფაქტიურად ეხლა რასაც უყურებდი, მე ამ მოვლენებს გულახდილად გეტყვით, გამახსენდა ცივი ომის პერიოდი, კლასიკური სახით, სადაც აი და სიმბოლიზმი, რა თქმა უნდა, რაც თქვენ აღნიშნეთ, იმიტომ რომ ეს შეხვედრა ძალიან ნოყიერი იყო სიმბოლიზმით. არა მარტო პირადად უშუალოდ პირველი პირების შეხვედრა და მათი არტიკულაცია თუნდაც, არამედ თანხლები პირები, თუნდაც ლავროვი რო ჩავიდა, მაისური ეცვა საბჭოთა კავშირი ეწერა იქ რა. აი მეორე თუნდაც იქ ვინც ახლა ტრამპის წარმომადგენელს შემდეგ ლავროვსა და მათ შორის საუბრის დროს იქამდე საქართველოსაც კი შეეხდნენ. ძალიან ბევრი დეტალი იყო, თუნდაც პუტინის მისვლა გვაცადი ან ნუ გეიშმაკები გვაცადი. თუნდაც პუტინის მისვლა რუსი მფრინავების საფლავზე, გესმით და ძალიან ბევრი დეტალი გაკეთდა იქ ისეთი სიმბოლიზმი იყო, რომ ძალთა დემონსტრირებაც იყო. თანაც მედიასთან იყვნენ ძალიან მოზომილები. ფაქტიურად ამ შეხვედრას ჰქონდა აქვს პერსპექტივები, აქვს გათვლები, აქვს თავისი ტრიანგულაციები ორივე მხრიდან და ისინი ფიქრობენ სერიოზულად შემდეგი ნაბიჯის შემდეგ რა იქნება. აქ თითეული სიტყვა ორივე მხრიდან ჩემი აზრით იყო სერიოზულად დამუშავებული. ჩვენ ძალიან დიდ მოვლენასთან აგვაქვს საქმე. აქ არა მარტო უკრაინის ბედი წყდება, არამედ წყდება რეგიონალური პოლიტიკის ბედი. ამას ვერ უყურებს სამწუხაროდ დღეს საქართველოს თავრობა, დღევანდელი ოპოზიცია და მიდის ყველაფერი როგორ შეჯიბრში, იცით? ეს თავის ტრაგედიაში რო აქვს ჰამლეტი ასახული რომ ისო ომსო იწყებსო და იმ ომშიო შესახვედრათო აგროვებსო პატრონოებსო რომლებიცო ხმელი პურის გულისთვისო ქვეყნის დასალიერშიც კი გამოყვებიანო რა მე არ მინდა რომ ქართულ კაცს კონდეს ისეთი სახე რომ რაღაცა ომი ხდება და ხმელი პურის გულისთვის კოლ განახოს და შეეფაროს აი ასეთ დონეზე ვარ სამწუხაროდ მე არავის არ ვამცირებ არავის არ უკრძალავს ადმე წასვლას რამე ომს მაგრამ კრიმინალები რომლის გასამართლებაც ვერ მოახდინა დღევანდელმა ხელისუფლებამ დღეს წასულები არიან უმრავლესობა თავშეფარებულია ეგრეთ წოდებულ რეგიონალურ ომს ამ საზარელ ომს და გმირებად ეტენებიან საქართველოს მოსახლეობას ჩვენი პრობლემები გვაქვს გარდა იმისა რომ სოფლიოში მიდის ასეთი დიდი უბედურება და ჩვენ ბატონო გოჩა სიტყვა არ დატოვოთ რა ჩვენ ტრიბუნალშიცად გვიზის წულუკიანი არც ისე დიდი ხნის გასულია 8 აგვისტო რომლის უშუალო მონაწილეც მეც ვარ და თელ ქართველ ერს ადგება სერიოზული შეურაცხყოფა ამ ქალის და მისი გარემოცვის წრიდან და მე მოგვიანებით თქვენ გთხოვთ რომ აი ამ დეტალებზეც ისაუბროთ. კი, აუცილებლად. მოდი დავიწყოთ იქიდან ჯერ ალიასკაზე მიმდინარე შეხვედრა რატო იყო მნიშვნელოვანი. როდესაც სერიოზული რეგიონალური ომი მიდის და ეს ფაქტიურად მსოფლიო ომის ერთ-ერთი ეპიზოდია, რომელიც მიდის ახლა რუსეთ-უკრაინის ფრონტზე. მსოფლიო ომი რეალურად გაჩაღებული არის უკვე და ამაში არის ეკონომიკური, ფინანსური და სხვა ისპერკეტები ჩართული. შესაბამისად ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ ეს ორი ქვეყანა ყველაზე დიდი ბირთვული არსენალის მფლობელი. და საჭიროა რომ დაუდასტურონ ერთმანეთს, რომ ეს არ გადავა ზღვას, სადაც იქნება გამოყენებული ბირთვული არსენალი. მაგრამ ორივემ გამოთქვა მზაობა, აჩვენა მზაობა, რომ ორივე შეუძლია თქვათ ერთმანეთი გაანადგურონ. მაგრამ ორივე დაადასტურა, რომ ამას არ იზამენ. ეს ერთი. ეს მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს შეხვედრა ამ კუთხითაც. მეორე მთავარი საკითხი, რომელიც ახლა ვლადიმერ პუტინს აწუხებდა, ეს იყო ჩრდილოეთის რესურსების ათვისება და შორეული აღმოსავლეთის რესურსების ათვისება. რაც ასე ვთქვათ, ძალიან უნდა ამერიკის ბიზნეს წრეებს. ანუ მან ჩამოუტანა ტორტი ამერიკულ მთავრობას, რომ მოდი გავიყოთ ეს ტორტი. და როგორც წესი 60-40-ზე არის. 60% ამერიკელებს, 40% რუსებს. იმიტომ ამერიკული ტექნოლოგიების გარეშე ის რესურსი მხოლოდ მიწაში არის და იყოს, მაგრამ ვერავინ ვერ ახლებს ხელს, ასე რომ ვთქვი. რა თქმა უნდა, ამერიკული ბიზნეს წრეების ეს მნიშვნელოვანია. მაგრამ მეორეს მხრივ
ეს არის მორალური მხარე კიდე. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რომ 42 წელს თუ 43 წელს ვთქვათ ჩერჩილი ან რუზველტი ჩასულიყო ან ჰიტლერი ჩასულიყო ვაშინგტონში და შეეთავაზებინა რაღაცა გარიგებები აფრიკაზე და სხვადასხვა ტერიტორიებზე, როგორ გამოიყურებოდა ეს იმ პერიოდისთვის. ანუ მორალური მხარე მაინც ყოველთვის იქნება მაღლა დიპლომატიაში და პოლიტიკაში. ანუ მართალი მხარე უნდა იყო. და ასეთ შემთხვევაში რუსეთმა სამწუხაროდ დაიკავა არასწორი პოზიცია და შესაბამისად მისი შეთავაზებები იქნება განულებული. მარტო დარჩება იმ დონეზე, რაც მუშაობდა მანამდე. მაგიტომ ამ კუთხით პუტინმა ვერ მოთაფლა ამერიკის მთავრობა. რატომ? არა იმიტომ, რომ ბატონ ტრამპს ეს არ უნდოდა. მას ძალიანაც უნდოდა, როგორც კერძო პირი ხელს მოაწერდა ნებისმიერ საბუთს ახლა. მაგრამ აქ არის დემოკრატია, აქ არის კონგრესი, აქ არის სენატი, რომელიც ამის უფლებას არ მისცემდა. და შესაბამისად ეს მოლაპარაკება დარჩა მხოლოდ მოლაპარაკებად, ასე ვთქვათ, მეტი არაფერი უშედეგოდ. რაც შეეხება უკრაინის მიმართულებით, ამერიკის მხარე ვერასოდეს ვერ იქნება უკრაინის ტერიტორიების გამკარგველი. და შესაბამისად ტყუილი მოლოდინებია, რომ ამერიკამ და რუსეთმა გაიღო უკრაინა და ასე შემდეგ, იდიოტებისა და ასე ვთქვათ, შეთქმულების თეორიების მოყვარულეთათვის, ასე ვთქვათ, რა, მათ როგორც უყვართ, აი კიევამდე რუსეთი იქნება, კიევის მერე ამერიკა. არა, ამერიკა მოინდომა ადრე ლვოვით იყო კმაყოფილი და ეხლა უნდათ კიევიც. და რაღაცა ესეთ რაღაც სისულელეებს ამჟღავნებენ, ასე ვთქვათ, ჭორების სახით. მაგრამ ეს ასე არ იქნება. უკრაინის ხელისუფლების ალხის გარეშე, უკრაინის ტერიტორიების ბედს არავინ არ გადაწყვეტს. შესაბამისად, ომი გაგრძელდება იქამდე, სანამ, ასე ვთქვათ, პუტინის ხელისუფლება არ იგრძნობს, რომ ამ ომს უნდა დაუსვას წერტილი და ეს მხოლოდ პუტინს შეუძლია გადაწყვეტოს. ამერიკა ამას ვერ გადაწყვეტს. ბატონო გოჩა, თქვენ ახლა და ვიცი რომ ჩვენ გვისმენენ ის ქართველი ევროპელები ბჭყალებში რა, თქვენც ამ პრორუსულ განცხადებებს აკეთებთ მაკედან. აი ბჭყალებში რა, მოგეუბნებით, იმიტომ რასაც თქვენ ამბობთ ეს არის ჭეშმარიტი სიმართლე ანალიზზე გათვლილი, რეალობაზე გათვლილი და ამათი პროპაგანდა არის გულისამრევი. მოკლებული ყველანაირ ჯერ ხო ტრამპიც რუსი იყო. მოდი რა ვილაპარაკოთ ისე რა პოზიციებით საქართველოში მასას გააჩნია. აი 24 საათი ჰიტლერს რო ჰქონდა პროპაგანდა, ისეთი პროპაგანდა აქვს ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას. ესე იგი ჯერ უნდა ტრამპიც პრორუსი იყო, მერე იქამდე პუტინზე მეტი პრორუსი თურმე ტრამპი იყო. ხო და ეხლა თქვენ რასაც ამბობთ, ამათვის წარმოუდგენელი მომენტია, რას ქვია პუტინი დაასრულებს, სულ პუტინმა უკვე ომი წააგო, ესენი ამათმა უკრაინული დროშა უკვე აწიეს მოსკოვში და ასეთი იდიოტობები. იცი რა არის, მე თითქოს არც უნდა ვლაპარაკობდი ამ ყველაფერზე, მაგრამ ამაში ვართ ჩათრეული მთელი ერი. და აი ეს პრობლემაა, რაც თქვენ თქვით და რაც თქვენ ასახეთ, ხო? ზუსტად იგივე მასშტაბებში შეიძლება დაგვიმართოს უახლოეს პერიოდში. და პოლიტიკაზე 1 წელი და 2 წელი ეს დრო არ მიაჩნია. არსებობს პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, აი მაგალითად პროცესები როგორია? არ უნდა დაწყებულიყო რუსეთ-უკრაინის ომი, მაგრამ დაიწყო, ხო? დაწყება აღმოჩნდა მარტივი, დამთავრება არის რთული. ეს ხო არის მოცემულობა, გესმით? აქ მნიშვნელობა დააშავა, ბაიდენის ადმინისტრაციამ დააშავა, პუტინის ადმინისტრაციამ დაიწყო ომი, ის იყო ამის თავში, ის იყო ამის ბოლოში, იყო მეოთხე თუ მეშვიდე ქვეყნის ინტერესი. დღეს მოცემულობა არის ასეთი, ადამიანები კლავენ ერთმანეთს. ამაში იდება მსოფლიო ფული და რამხელა ზის, როგორ ზის და რანაირად ზის, თუნდაც პატარა ქვეყანაში, აი საქართველოა, ჩვენ რო გქონდა ომის წარმოება ჯდებოდა რამოდენიმე მილიონი დოლარი და ეხა კილომეტრი რო არის ფრონტის 1500 კილომეტრი და ამის გარდა ომი მიმდინარეობს საინფორმაციო, ჰიბრიდული, კიბერომი, ფსიქოლოგიური ომი და ტრადიციული ომი, მით უმეტეს ართული ჭურვებს, დრონებით ომს. იმ ომის ფასი რა არის? ერთი დღის ომის ნებისმიერს შევეკითხები. ხო, ანუ ამას გულისხმობ, სადაც იდება ფული, იქ არის ეკონომიკა ტრიალებს, იქ არის იმ ფულის გადამხდელის ინტერესი თავისთავად რა, ესე გაჩენა
დაჭერდი, დაწყნარდი, ეხლა დავიწყო, ეხლა დავამთავრო, ესეთი რაღაცები არ ახლა ამას ემატება ბატონო დავით, რომ ეს მარტო არ არის ციფრები, ეს არის ასევე ადამიანის სიცოცხლე. და ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელი არის. 5, 6, 7,000 ადამიანი კვირაში იღუპება, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ტრამპმა ბრძანა. ორივე მხარეზე. წარმოიდგინეთ, რამხელა ტრაგედია არის. ყოველ დღე ეს არის სიკვდილი. ეს არის ვიღაცის ძმა, ვიღაცის მეუღლე, ვიღაცის ნათესავი, ახლობელი და ესე ვთქვათ, ორივე ქვეყნის საუკეთესო ადამიანები იხოცებიან როგორ გითხრათ, ერთნი იბრძვიან საკუთარი ქვეყნის თავდაცვისთვის, მეორენი იბრძვიან იდეოლოგიისთვის, რომელიც ყოველად მიუღებელი არის. სამწუხაროდ ეს რეალური ფაქტი არის და ამას ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი და ჩვენ უნდა მოვემზადოთ ჩვენი ომისთვის. და ჩვენი ომი ჯერ კიდევ წინ არის. და ეს მდგომარეობს რაში? როგორც კი დასრულდება უკრაინის ასე ვთქვათ, ფრონტის ცხელი ფაზა, შემდეგი ცხელი ფაზა მოსალოდნელია სამხრეთ კავკასიაში. სამხრეთ კავკასიაშია საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო. კი, შეთანხმება მიღწეულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მაგრამ არიან ძალები, რომლებსაც არ აწყობს ეს შეთანხმება და არიან ძალები, ვისაც აწყობს, რომ ომი გაჩაღდეს სამხრეთ კავკასიაში, რომელიც გადავა ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში და შემდეგ გავრცელდება, ასე ვთქვათ, ვოლგისპირეთში და ზემოთ. ეს სამწუხაროდ არიან ასეთი ადამიანები, რომელიც გეგმავენ ასეც და ეს საუკუნეების მანძილზე ეს დაპირისპირება იყო და არის და კიდევ იქნება. ჩვენ რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში? აი, რა კეთდება ჩვენ ქვეყნის ჩვენ ქვეყანას რო ვუყუროთ, რო შევხედოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რა არის გასაკეთებელი, რომ ჩვენ ეს ავიცილოთ, თუ ვერ ავიცილეთ, როგორ დავიცვათ ეფექტურად. და გამოვიდა, რომ ჩვენი ქვეყანა არაფერს არ აკეთებს პირიქით. ჩვენი მთავრობა არის, მთავრობის წევრები ჩართულები არიან ქართული მოსახლეობის გარეკვით ქვეყნიდან. ქართველი ქალის განდევნის საქართველოდან და შემოიხავთ არაბები და ასე შემდეგ სხვა უცხო ტომელები საქართველოში ასახლებენ უფრო გაჭირვებულები, რომლებისთვისაც საქართველო არის სამოთხე და ხდება, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის, როგორ გითხრათ, ოკუპაცია ამ ლიბერასტების მხრიდან. სამწუხაროდ გესმით ჩემი? დიახ. ჩვენება გაითიშა ბატონო გოჩა. ავიცი, ხედავ? მე ვერ ხედავ თქვენი ხმა მესმის ძალიან კარგად, მაგრამ არ ვიცოდი ერთი წუთით. კარგი იქნება თუ ჩართავ. აი, კარგი ხსნა კიდევ ვრთავ, ეს დამირეკეს და მაგიტომ გაითიშა მაპატიეთ. ჩავრთე კამერა ჩართული მაქვს. ხო, სამწუხაროდ მე დიახ. ვერ გიყურებთ თქვენ, მაგრამ ხმა მესმის, ეხლა რომ გავთიშო საერთოდ უნდა გაითიშოს ჩვენება, მაგრამ არ ვიცი. რა ვქნათ, იცით? აი, კამერა ჩართე. არა, თქვენ სამწუხაროდ მე ვერ გიყურებთ, მაგრამ ერთი მე გავალ და ახლიდან შემოვალ. თქვენ ხაზზე რო დარჩეთ? კარგით ბატონო გოჩა. ძალიან საინტერესო საუბარი მაქვს დღეს ჩემ რესპონდენტთან. მე ვთვლი, რომ საინტერესოა ეს ყველაფერი, ძალიან საინტერესოა. არ არის საქართველოში ის ძალა და ის ადამიანები, რომლებიც გაბედავენ ამ ყველაფერზე, აი ესე თამამად ისაუბრო. რატომ არ არის? იმიტომ არ არის, რომ საზოგადოებრივი მასები არიან დაშინებული. მათ ეშინიათ. ჩვეულებრივ ეშინიათ სიმართლის თქმა. ერთი წუთით მათ ბრუნდები ისევ მათ ეშინიათ სიმართლის თქმა და ეს სიმართლე, რომელიც მიუღებელია ფართო მასებისთვის, სამაგეროდ მისაღები არის ქართული ოცნებისთვის, რომელიც
ამ ყველაფერს აუბედურებს და აუბედურებს საქართველოს მოსახლეობას. მე ჩავთავ ბატონ გუჩას ისევ დავაჭირე მიღებას ხელი წესით უნდა ჩაერთოს ისევ რა არ გერო შემოგერ აჰა, არ გე გაცილებით უკეთესია. მაგარი ბატონო გუჩა რომ ქართული ოცნების პერიოდში მოხდა ისეთი შიდა დანაშაულები, როგორც არის მაგალითად არ ხდებოდა, შეიძლება შევარდნაძის. ა, ამ ბოლო დროს უბნის ინსპექტორებმა დაიწყეს წამლის გაყიდვა. აჰა. ო და ესენი თითქოს როგორც კანონ მორჩილი ხელისუფლება, თურმე უბნის ინსპექტორებს მორფიუმის გაყიდვაზე იჭერენ. და ამითი ანახებენ ყველას, აი როგორ ებრძვიან კრიმინალს. და ებრძვიან კრიმინალს პოლიციაში თურმე. და ასეთი გეოპოლიტიკური კატაკლიზმები მიდის ჩვენს ირგვლივ და ესენი იწვევენ აი ესეთ აი ახლა იმას აზერბაიჯანმა კარგოს მინდა ვთქვა, ის ჩვენ ვსაუბრობდით საქართველოს საკეთებს ამისთვის, რომ ჩვენ კავკასიას ომი თავიდან ავიცილოთ. ან თუ მოხდება, როგორ დავიცვათ თავი. და მაგიტომაც საქართველოში ხელისუფლება მე არ მგონია, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც არის ამ ეტაპზე რამის გამკეთებელი იყოს, იმიტომ რომ მათ წარმოდგენაც არ აქვს საქართველოს როგორ უნდა დაიცვან. მათ იმედი აქვთ, რომ რუსული ტანკი, რომელიც ცხინვალში დგას, ის გააკეთებს პრევენციას და არა ქართული ჯარი. მართლა გეუბნებით, ასეთი გათვლები აქვს მაგათ, მეტი არაფერი. ანუ რუსების იმედზე არის ჩვენი მთავრობა, მეტი არ არის. უბრალოდ რა არის, ქართული ოცნება არა, არც რუსები არ არიან, არც ამერიკელები არ არიან, არც გერმანელები არ არიან, არც იაპონელები. იცით რა არის, ჩემი ხანგრძლივი შესწავლის შემდეგ მე მივედი მაგათი შესწავლის შემდეგ მე მივედი ამ დასკვნაზე, რომ ესენი არიან უსქესო არსებები. მათ არ გააჩნიათ არანაირი იდეოლოგია, მათ არ გააჩნიათ არანაირი სამშობლო, სადაც ძალას ნახავენ, აი იქ წაწვევიან რა. ამ შემთხვევაში რუსია ხვალ თუ იქნა ვინმე რუსზე დიდი ძალა იმას დაუწევია. ეთაქვებით ახლა და თავარია საკუთარ ხალხს ერეოდნენ და კონდეთ იმის ძალა რომ სულ საკუთარ ხალხს მოერიონ თუ არა. სხვა ქვეყნის გარიდან რა პრობლემაა? დიახ, მაგიტომაც ეგ საქმე იმაშია, რომ ეს ომი თუ გაჩაღდა და მაგის უკვე ნიშნები არის, აზერბაიჯანშიც გამოჩნდა უკვე სომხეთშიც. ახლა რუსეთი და ირანი ძალიან უკმაყოფილონი არიან ამ შეთანხმებით, რაც ვაშინგტონში გაფორმდა. შესაბამისად, ყველაფერს მოქმედებენ, რომ ის კალიდორი, რომელიც არის ზანგეზუის კალიდორი, ცნობილი, იქ ამერიკული კომპანია, ასე ვთქვათ, არ შემოვიდეს, ან ამერიკული მართვა არ იყოს. ამერიკული მართვა ახლა ეგ დიდი არაფერი არ არის ტექნიკურად, მაგრამ ეს არის სიმბოლიზმი, მე როგორც ჩვენ თავში ვთქვით, სიმბოლიზმს აქვს მნიშვნელობა. ეს იქნება ამერიკის სახელმწიფოს მიერ პლანეში განთებული კომპანია, რომელიც იქნება და შესაბამისად ამას მოხდება ასევე ნატოს შესაძლო ქვედანაყოფის განთავსება, მაგ რეგიონში რომ დაიცვას ამ კომპანიის და ქვეყნის, ასე ვთქვათ, ამერიკის ინტერესი მაგ შემთხვევაში. მაგიტომ არის, რომ ირანის ხელისუფლება არის ძალიან უკმაყოფილო, ისევე როგორც რუსეთის ხელისუფლება და ორივეს საკმაოდ დიდი რიჩაგი და გავლენები აქვს სომხეთში. და თუ დააკვირდით სომხეთში როგორი მოვლენები მიდის, სომხური ეკლესია არის აჯანყებული და ასევე სომხური, ასე ვთქვათ, რუსული ღვთის მიმდევრები და რუსული ლობი, რომელიც მოსკოვში არის, საკმაოდ აქტიურად მუშაობს პაშინიანის ხელისუფლების წინააღმდეგ. და ეს ერთი მხარე. მეორე გავაკეთო, ცუდი შედარება შეიძლება გავაკეთო, მაგრამ როგორც კგბ-ს ყავდა თავისი კონგლომერატი საპატრიარქოში და ყავს დღეს, ისე ყავს სომხურ, ზუსტად ერთი სტილი არა, ამ მნიშვნელობა აქვს ამას სომხური ქართული ეკლესია, უბრალოდ პაშინიანი არ ვიცი რამდენად სწორად, რამდენად ეთიკურად ცდილობს რაღაცებს, ეს განსჯის სხვა საკითხია, არ მაინტერესებს მაგათ ეკლესიაში და მაგათ სარწმუნოებაში რა ხდება, მე ზოგადად პარალელი რო გავავლოთ რა, როგორც ვიად გამსახურდიას გაუკეთეს პუტჩი იდეოლოგიური თანხმობით კგბ-დან საპატრიარქოდან გააკეთეს პლაცდარმი, ისე უკეთებდნენ პაშინიანს სომხური ეგრეთ წოდებული ეკლესიიდან, მეტი არაფერი არ იყო. ნუ სამწუხაროდ ეს არის, რომ სომხეთის ხელისუფლება და სომხეთის ქვეყანა და მოუკიდებელი ძალიან მოწყვლადი არის და რატომ?
საქართველოსთან შედარებით. საქართველოსო უარეს მდგომარეობაში არიან, მიუხედავად მათი ლობისტების, ასე ვთქვათ, აქტიური მხარდაჭერისა. რაშია საქმე? მაგალითად, სომხური ეკლესია, ეს არის ყველა სომეხთა ეკლესია, ხო, ასე ვთქვათ. ეს არგენტინელი სომეხი იქნება თუ კალიფორნიელი თუ ისა, ეს მათის არის ყველასი. შესაბამისად, მათი პოზიცია ყოველთვის არის მეტნაკლებად გაზიარებული სომხურ მოსახლეობაში მთელ მსოფლიოში, სადაც არიან გაფანტურები. და უნდა ეს გავლენა არსებობს. როგორც არ უნდა შეეწინააღმდეგოს პაშინიანი, ეს არის უზარმაზარი ძალა. მეორე მხარეზე არის ყარაბაღელი სომხები, რომლებიც არიან ძალიან უკმაყოფილოები და რომლებიც ფაქტიურად 30 წელი იყვნენ ხელისუფლებაში სომხეთში, ხო? სანამ პაშინიანი მოვიდოდა. და შესაბამისად ეს ფაქტორის მას სომხეთის ხელისუფლების წინააღმდეგ იმუშავებს. და ამაში აქტიურ მხარდაჭერას გაუწევს პუტინი. რომელსაც ძალიან უნდა კი შესთავაზა ეხლა ტრამპთან რო იყო ჩამოსული, რომ შესთავაზა რომ მეც მივიღებ მონაწილეობასო ბანგეზურის კალიდურის ასე ვთქვათ მშენებლობაში ან კონტროლში. მაგრამ რას მიაღწევენ ეს სხვა საკითხი არის. მესამე მხრივ რა თქმა უნდა ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ირანის პოზიციაზე და ეს ორი ფაქტორი ესე იგი შეკავშირებულად და ირანი და რუსეთი ეხლა სიტუაციური მოკავშირეები არიან, არა იმიტომ რომ ძალიან უყვართ ერთმანეთი, არამედ ვითარება არის მათ გარშემო ისე შექმნილი, რომ უნდათ არ უნდა ერთმანეთს უნდა დაეხმარნონ. რუსეთი ეხმარება იარაღით და თქვათ ატომური ელექტროსადგურს უშენებდა, არ ვიცი რა სტადიაზე არის ახლა ეს. და ასევე ირანი ახლა ეხმარება რუსეთს იარაღით და შესაბამისი სხვადასხვა აღჭურვილობით რუსეთის ჯარს უკრაინის წინააღმდეგ ომში. და ისინი ახლა არიან მოკავშირეები. შესაბამისად ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ სომხეთში აირიოს ვითარება. ასევე თქვენ თუ დააკვირდებით აზერბაიჯანის პარლამენტში რა გამონათქვამები იყო საქართველოს შესახებ, იქ იყო გამონათქვამი, რომ საქართველო არის მტაცებელი, რომელსაც აქვს აზერბაიჯანული ტერიტორიები მითვისებული. სომხეთის პარლამენტში ხო, ეს იყო დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი. არ ვიცი რა დემოკრატიული პარტია აქვს იქა. ნუ არის ახლა მაგას ეს არ არის სახელმწიფო პოზიცია და რა თქმა უნდა ახლა პრეზიდენტ ალიევს ეგეთი აზრები თავში არ მოუვა, მაგრამ ვიღაცას აყვირებს და ტყუილად არ აყვირებს, ხო? მაგრამ ხო. იჭხიტურის ფაქტია, კაცო, გინდა ის უძახე, გინდა ის უძახე, შენი ქვეყნის ისტორიულ მემკვიდრეობაზე ვერ შედიხარ და აზერბაიჯანული ჯარი აღენია იქ და დიახ. ეს უკაცრავად საპატრიარქოში ძალიან კმაყოფილები არიან, კალიევს უთქვია, რომ მაგალ ჯიპებში იყოს სულ აზერბაიჯანული მნავთობი, ასე რომ მადლობელი არიან იქ საპატრიარქოში, პრობლემა არ არის. და წარმოიდგინეთ, რომ ნელ-ნელა ეს მეხუთე კოლონა რომელიც იყო და ასევე თქვენ უნდა გავისყიდავთ ინდოეთი-პაკისტანი. და რა პრობლემა არის აქ? ინდოეთს ახლა კი უნდა რომ გაიხსნას ასევე ჩრდილო-სამხრეთის მიმართულება. და პაკისტანი არის აზერბაიჯანის მხარეზე. მაგრამ ეს ორი მხარე ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მე არ ვიცი, ესე იგი ეს ძალებიც, რომელიც არ ჩანან, ისინი ძალიან აქტიურად მონაწილეობენ კავკასიის პოლიტიკაში. საქართველოშიც. და ჩვენები ახლა ინდოეთი რბილი ძალით მუშაობს. პაკისტანელები ახლა მაგდენი ფული არ აქვს და შესაბამისად მუშაობენ უფრო სამხედრო მიმართულებით და ასე ვთქვათ შეერაღებული მიმართულებით. მაგათ უდიდესი გამოცდილება აქვს ტერორისტების მომზადებისა 80-იანი წლებიდან. უდიდესი გამოცდილება. შესაბამისად ჩვენი ქვეყანა რას აკეთებს ამ შემთხვევაში? რამდენად არის გაკეთებული ჩვენი ზღუდეები, სადაზვერვო წერტილები, რა ვიცი, 1000 გერაგეგმები არსებობს საერთოდ და მე მინდა გითხრათ, რომ არანაირი გეგმა არ არსებობს, იმიტომ რომ ყველას აქვს ოჯახები, ელემენტარულად სამოქალაქო თავდაცვა არ არის ორგანიზებული, ელემენტარულზე ვამბობ და საქართველოში მოსახლეობამ არის ის, რომ ომსაომარი ვითარება რომ შეიქმნას, უნდა მიაკითხოს წყლის მოსატანად, უნდა მიაკითხოს საკვები პროდუქტები, ან სამედიცინო დახმარება საიდან უნდა მიიღოს და ასე შემდეგ. ჩვენი ქვეყანა არ არის არანაირად მზად და ამ დროს ჩვენი ხელისუფლება ებრძვის deep states
და ოპოზიცია ებრძვის პრორუს ივანიშვილს. და მეტი პრობლემა საქართველოს არ აქვს. და მეტი პრობლემა არ განიხილება საქართველოში, იმიტომ რომ ალასწორებს ახლა იქ სადღაც რაღაცა ხდება, ჩემ სახლში ხო არ შემოვიდა, კარებზე ხო არავინ მომეკაკუნა. ასეთი პოზიცია აქვს დღეს ოპოზიციის ლიდერებსაც და ასევე ხელისუფლებასაც, რომელსაც გონია, რომ რუსეთი დაიცავს. და ამ სამწუხაროდ ეს ამბობაში ბატონო გოჩა ასე ვაზრულებთ ჩვენ დაახლოებით 30 წელიწადია, რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა და შევიქმნით სახელმწიფოდ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ახალგაზრდებს არ გააჩნიათ გეგმა, არ გააჩნიათ პერსპექტივა ცხოვრების განვითარების ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და ისინი საკუთარ თავებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებად უფრო უყურებენ, უცხო ქვეყნის ჯანში შემტან ძალად უფრო აღიქვამენ, იმიტომ რომ უცხო ქვეყნებში აწყობილი არის საზოგადოებრივი ცხოვრება. მე შენ დღეს გიხდი ამას, ხვალ შენგანვე ვიბრუნებ ამას. ეს არის სახელმწიფოს და მოქალაქის კლასიკური გაგებით ურთიერთობა. თუ დღეს შენ ხმარობ ჩემ ჯანმრთელობას, ჩემ გამოცდილებას, ჩემ განათლებას, ხვალ შენ მიბრუნებ მე ამას საპენსიო ექვივალენტით, რა თქმა უნდა, მე ამაზე ვაგებ ჩემ ცხოვრებას. ეს ბუნებრივი მოვლენაა, ნებისმიერ სახელმწიფოში ესეთი უკურევერსი უნდა არსებობდეს და თუ მე შენ დღეს ამას ვერ ვაძლევ, მაგ ჩდება ცუდი გამოცდილება მოქალაქეებში. შვილი მამას იმას კი არ ეუბნება, შენი ქვეყნისთვის იბრძოლი, აქ ამეთ იბრძოლე საკუთარი თავის გადასარჩენად, რომ შენ ხვალდაზე გარიყო ჩემ მდგომარეობაში. შეიძლება მორალურად ეს ადამიანები ჩვენ გავამტყუნოთ, მაგრამ იცი რა არის, ძალიან რთულია შენ მასის მორალს შეეხო, როდესაც უყურებ ამას გარედან და მარტო ცივი პატრიოტიზმით უდგები და პატრიოტიზმის სინამდვილეში არის ის, რომ შენ ხელში აღება შეძლო შენი ბედის. ქართველმა ერმა თავისი ბედის აღება ვერ შეძლო და საქართველო იცლება არა მარტო მისი მოსახლეობიდან, არამედ იცლება და არანაირი განათლება, არანაირი მომავალი, არანაირი ფაქტიურად გადაქცეული ვართ ჩვეულებრივ ცეხად ინდოელების და პაკისტანელების მოსამზადებლად, იმიტომ რომ თურმე განათლებას ვაწარმოებთ, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია და ეხლა ის რატო წამოვა აგერ ევროპაში და ვერც წამოვა აქ ზვირიღის სწავლა, აგერ საქართველოში დადგმულ რაღაცა მუნაკში შევიდა, გადაიხადა ფული, წავიდა მის პაკისტანში, გახდა ექიმი და არის მადლობელი. გამიგე და აი ამით კმაყოფილდებით ბატონო გოჩა და ამ დროს ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი სტუდენტები ქვეყნიდან გადიან და გარბიან და ქვეყანა იცლება და ნადგურდება. იმიტომ რომ პერსპექტივას ვერ ხედავენ და სახელმწიფოს პირველი მნიშვნელობა რა არის, ფუნქცია რა არის, საკუთარ მოსახლეობას დაანახოს პერსპექტივა. საერთოდ რატომ მოდის პარტია სათავეში, ხელისუფლებაში? იმიტომ რომ რაღაცა იდეა განახორციელოს, ხო? გინდა სოციალისტური იყოს, გინდა სოციალური იყოს, გინდა რეგიონალური პროექტი იყოს, რაც მოსახლეობა დაინტერესდა, რომ აი ეს რომ მოვა, აიღებს აგერ ამ რაღაცას ჩაშკას გამოუშვებს ჩემ რეგიონში მე მექნება სამუშაო ადგილი იქ და შესაბამისად რაღაც პერსპექტივა მექნება ჩემი პროფესიით ვიმუშაო. იცით რა არის ეს რაც ერია ის ბერიაო. სამწუხაროდ ის არის რომ ბევრ მოსახლეობამ, ბევრ ადამიანმა ვერ გაითავისა რისთვის შეიძლება განათლება. განათლება იმიტომ იღებს უმეტესობა, რომ უნდა მიიღოს განათლება. და არა იმიტომ, რომ მე ამ განათლებას ვიღებ იმიტომ, რომ მე ეს მინდა მივაღწიო ამ განათლებით. მაგიტომაც ვსწავლობ მე, ვთქვათ, როგორ გამოუძერწო რაღაცა, რომ მერე დავდგე და გავაკეთო ქანდაკება რაღაცას, ხო? და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ორივე მხარეზე არის ეს მინუსები. პირველი რომ სახელმწიფოს ხელისუფლებას და ადგილობრივი ხელისუფლება არ არსებობს, იმიტომ რომ ცენტრალიზებული თავკობალაა, არ აქვს საშუალება დაანახოს სოფლის მაცხოვრებელს, რეგიონალურ მაცხოვრებელს თუნდაც, რომ რა სჭირდება და რა არ სჭირდება, როგორ უნდა შეიძლება გაკეთდეს და პერსპექტივა დაანახოს, მაგის ძალა არ აქვს, არც გამოცდილება, არც ცოდნა და ასევე იმაში რა ქვია, მოსახლეობა ვერ ხედავს იმ თავის თავს ამ ყველაფერში, სად უნდა ეძებოს ასე თქვა თავისი ადგილი, პერსპექტივას ვერ ხედავს საერთოდ განვითარებისას. საკუთარი შვილები, კაი მე ესე ვარ, მაგრამ ჩემი შვილებმა რა გააკეთონ აქ, რომ გაიზრდებიან. უკვე ბავშვებზე ფიქრობენ უმეტესობას, ცდილობენ რომ სადმე დაიმკვიდრონ თავი. და მე ახლა მახსენდება, ამ წინებზე ვიღაცამ ვიდეოც გამომიგზავნა როლანდ რეიგენის სიტყვები, რომ სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან
შენ ხარ უცხო, ანუ თურქეთში საფრთხე შენ თურქი ვერ გახდები, საფრანგეთშიც ფრანგი ვერ გახდები, გერმანიაში გერმანელი, მარტო ამერიკაში იქნები ამერიკელიო, მაგრამ საქართველოს ეს ყველაფერი უნდა იცოს, რომ ამერიკაშიც შენ ვერ იქნები ამერიკელი, იმიტომ რომ შენ ქართველი ხარ, სამშობლო საქართველო არის. და ეს ჩემ მაგალითზე ძალიან კარგად ვიცი ეს. ეს ასე არ არის. ეს ბავშვები შეიძლება გაიზარდნონ და ეს სხვა საკითხი არის, მაგრამ მოსახლეობა მასიურად რომ მოდის აქეთ, ისინი ვერ იქნებიან ამერიკელები, ვერასოდეს ვერ გახდებიან. აქ ინტეგრირება რთული არის და მეორე რატო უნდა წამოხვიდე? ჩვენ სამშობლოში ყველაფერი არის. ხო, ჩვენ სამშობლოში ყველაფერია, გარდა იმისა, რომ ხელისუფლება არის უთვიდა. და ას ბატონო ბოდიში და დიახ. მე კომენტარს გავაკეთებ, ბევრი ადამიანი გვიყურებს ამას. ამას ამბობს ადამიანი, აი ამ სიტყვებს ამბობს ადამიანი, რომელიც არის ამერიკის მოქალაქე, რომელიც არის წარმატებულ ბიზნესში, რომელსაც ენდობა ამერიკის მთავრობა და ხელისუფლება და რომელსაც აქვს ყველანაირი პერსპექტივა იმისი იცხოვროს იდეალურად ამერიკაში. ის თავს უპირველეს ქართველად თვლის. აი მე ხარ ვიცი, დაფიქრდით თქვენ, ვინც ხართ ჯანსაღად მოაზროვნეები ქვეყნის ტერიტორიის დატოვებაზე და მწვანე ბარათის მოპოვებაზე, ღმერთს რო ეხვეწებით 24 საათი, რა გიკეთებიათ თქვენი ქვეყნისთვის, სიმართლის გულისთვის, თქვენი მეზობლის, მეგობრის გადასარჩენად რამე გაგიკეთებიათ? შეხედეთ იმ მწვანე გზას თქვენი სამშობლოს ცხოვრებაში, იძულებით წამოსვლა სხვა არის, დევნა სხვა არის და ნათქვამიც არის სადაურსას აწაიყვან ბედოო, მაგრამ გამოცდილებასაც ხო უნდა შეხედოთ, ამას ირონიულად არ გესაუბრებით. გესაუბრებით ნამდვილად. ეს იმიტომ რომ მე 6 წლიანი ემიგრაციის გზა მაქვს ბატონო გოჩა, რა თქმა უნდა, ისეთი მდიდარი გამოცდილება არ მაქვს როგორც თქვენ, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან მეც შემიძლია ვილაპარაკოთ ამაყად რაღაცეები და მე მინდა უთხრა აქედან მოუწოდო ყველას, რომ ყველაზე სიძლიერე არა სხვის ქვეყანაში ინტეგრაცია, არამედ საკუთარ ქვეყანაში ბრძოლა ინტეგრაციისთვის. მე ბატონო დავით, აი მართლა ძალიან ეხლა გეტყვით, ამერიკამ ერთადერთი რაც მომცა მე საშუალება დამენახა საერთოდ მსოფლიო ერები ერთმანეთთან როგორ კონტაქტობენ აქ ერთ ადგილზე. როგორ არის კანონი ორგანიზებული, როგორ არის სახელმწიფო ორგანიზებული მიუხედავად ეროვნებისა, რწამსისა, ორიენტაციისა და ასე შემდეგ. ეს არის ბრწყინვალე ისეთი ქვეყანა, რასაც ჩვენ ვინატრებდით, რომ ასე ქონოდეს. ყოველ შაბათ-კვირას, აგერ მე ახ პატარა ქალაქში ვცხოვრობ, ყველანი გახვეტილები არიან ეკლესიაში დილის 8 საათზე. დილის 8 საათზე უკვე სხედან იქ. ანუ 8:15 აღლია იქ ან დილის 7 საათზე დგებიან, ხო, ადამიანები და მიდიან ეკლესიაში. ოჯახებით, ბავშვებით და ეს არის ეს ქალაქი ცარიელია. ხედი ნებისმიერ სამში გაიტანე რა გინდაო, ქურდის ის არის რასოთა მისწრება. მაგრამ წარმოიდგინეთ ამერიკა დიახ, უცნაური ხო, ეს აქ აი გეუბნებით მე აი ოსტინში ვარ, აქ ოსტინთან პატარა ქალაქი არის ლიანდერში და აქ ლიანდერში ასე არის და ასევე ყველა ამ პატარა შემოგარენ ქალაქებში. ყველა ზოგი პროტესტანტია, თავის ეკლესიაშია, ზოგი კათოლიკია, იქით არის მართლმადიდებლურიც არის, ყველანაირი ეკლესიები არის აქ და ყველა ეკლესიაში დადის და ყველა ზოგჯერ ორჯერ ტარდება წირვა, რომ ხალხი არ ეტევა ზოგ ადგილზე. ხო და ზოგი არის დილით ადრე იწყება და მეორე იწყება 12-ის ნახევარზე ან 12-ზე. წარმოიდგინეთ, ასე არის დალაგებული. ეს არის ქვეყანა, რომელიცაც ჩვენ ვეძახით ურწმუნოებს და გარყვნილობა და ესეთი გარყვნილები რო ვიყოთ, ჩვენ რა გვიჭირდა? ალბათ ესე არ ვიქნებოდით საერთოდ საქართველოში, ხო? და მაგრამ მაგ მეორე მხარეც არის კიდევ ამ ქვეყანაში რაც დავინახე, როგორ არის ორგანიზებული სახელმწიფო, როგორ არის პასუხისმგებლობა გადანაწილებული, როგორ არის კონტროლი ამ სახელმწიფოზე და ამ ჩინოვნიკებზე, როგორ ხორციელდება ეს კონტროლი, როგორ ასრულდება კანონი, როგორ მუშაობს კანონი და ბევრი კარგი რაღაცა ჩვენ რატომღაც ჩვენმა ხელისუფლებებმა არ ვიცი ვინ ვერ წაიკითხა, ვერ გადმოიღო, გინდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, გინდა პოლიციის მიმართულებით, გინდა ნებისმიერი მიმართულებით რო ავიღოთ, რაც ჩვენ ქვეყანას წაადგებოდა. არ იყო ნასწავლი, არ იყო გადაღებული. შეიძლება აქედან აიღო გამზადებული მოსა, მოარგო შენ ქვეყანას, დაატესტო და გაუშვა სისტემაში, რო ხალხმა ამოისუნთქოს თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა როგორ არის ორგანიზებული აქ. პოლიციის უფროსი ქალაქში ირჩევა. 2 წლით, მეტი არა. მოსამართლეც არჩევითი არის.
პროკურორიც არჩევითია. კაი დედმამიშვილებია და თავის საქმე კარგად არ გააკეთონ. მივიღოთ მე აღარსად არ მიიღებენ. იგივე უნდა მოხდეს საქართველოში. დაალაგდეს ეს სისტემა უნდა დაალაგდეს. შესწავლილი რაც კარგი არის, უნდა გადავიღოთ და ეს ყველაფერი მოვარგოთ ჩვენ ქვეყანას და დავალაგოთ ესა და ეს არ იყო გათვალისწინებული. პირიქით ჩვენი ხალხი ყველანაირად ეუბნებოდა, რომ ესე იგი საქართველოში არაფერი გამო ნიჰილიზმის დათესვა მიდიოდა მიზან მიმართულად. გააკ საქართველოა და აბა ეხლა ეს როგორ გამოვა. გამოვა ძალიან კარგადაც გამოვიდა, მოსახლეობა ადამიანი ყველგან ერთნაირი არის, ხო? თუ აქ შეძლეს ამ ადამიანებმა, ჩვენ და თუ არ შეგვიძლია იქ გავაკეთოთ, ხო? ჩვენ სამშობლოში. და მაგრამ ამას უნდა სახელმწიფო ესე ქვია ნება უნდა. ხო, ნება არის საჭირო და სახელმწიფო არ იძლევა მაგ ნებას, იმიტომ რომ ჯერ ერთი არ იცის როგორ გააკეთოს, მეორე კიდე ეგ რო გააკეთდეს, მაშინ ფული როგორ უნდა მოიპაროს, სახლი როგორ უნდა აიშენოს. თავის ცოლის ნათესავები და იმიანად როგორია რომ ასე თქვა დაბადების დღეზე ეხლა როგორ არის თურმე მიღებული არ ვიცოდი ახლა მიყვებიან აქ რომ ჩინოვნიკებს ეშინიათ და მიდიან საზღვარგარეთ დაბადების დღეს იხდიან და მეგობრები ყველას მიხავთ იქით თურმე ცოლის მოყვანა იქნება დაბადების დღე იქნება რაღაცა იქნება ჩვენი მთავრობის წევრები მიდიან ამ წეული დასავლეთის ქვეყნებში და იქ აღნიშნავენ ყველაფერს შოპინგზეც და ისე შემდეგ და ესე იგი გამოდის რომ მე რო დავთვალე ესე იგი რამდენი გამოდის აი ფაქტიურად ჩვენი ბიუჯეტის 50% იპარავენ ანუ არასწორად ხარჯავენ დავარქვათ ასე რო არ იყოს რომ ცილისწამება არის არასწორად იხარჯება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი და შესაბამისად ჩვენ რო არ მოვთხოვოთ მაგიტომაც აი რომ ქართული მოსახლეობა უნდა გავიდეს და ეხლა პაკისტანელი და ინდუელი და არაბი 100 წელი არ მოსთხოვენ ამას, იმიტომ რომ იმათთან ეს ნორმა არის. რომ უფროსმა უნდა მოიპაროს. ან თამი აიღოს. ეს ნორმა არის და ეს არსად არ წავა ეგ. დუბაიშიც გინდა და ინდუეთში გინდა თუ ჩინეთში თუ ყველა. ჩინეთში ნაკლებად ეხლა იქ ეშინია დახრეტავენ მაინც. აქ დანარჩენებში არა, მაგიტომ ეს არ უნდათ რომ საქართველოს ვინმე მკითხვა დაუსვა. საიდან ეს სახლი? საიდან ის მანქანა? საიდან ის 25,000-იანი ევროიანი ის რო არის ხელჩანთა? ან კიდე 50,000-იანი საათი. შეიძლება გლეხმა დაინახოს და ეხლა ვერც გაიგოს რა საათი არის. მაგრამ ეს ვინ სპეციალისტია, აბა გაადიდეთ და დახედეთ და მე შეადარეთ Amazon-ზე რამდენად იყიდება ან იმაში ინტერნეტებში, ხო? და ეს კოლექციონერებს ვაკეთებენ და ტანის ამოსი რო არ უნდა ქონდეს კოსტუმი ჩაცმული, თქვა არმანის უნდა იყოს, კიდე თუ არა და ერთმანეთს რო ეჯიბრებიან. ანუ საქართველოში ბოლო 20 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა კასტა, ასე თქვა. ხელშეუხებელთა კასტა, რომელსაც აქვს სახლები, თავისი აგარაკები შემოღობილი, დაცული და იქ რო ასე თქვა ჩიტი ვერ შეფრინდება. და არის კიდე დანარჩენი მომსახურე პერსონალი და აი ვიღაც ემიგრანტები იქიდან საფრანგეთიდან და იმიდან რომელიც დაკავებული არიან რაღაცა შავი სამუშაოთი მე რა უნდა გამისწოროს აქა და რა უნდა მასწავლოს გამიგეთ აი ესეთი მიდგომა არის მის მოსახლეობასთან დღეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და მაგიტომაც ვართ ამ დღეში სხვათა შორის მე მაგ გარყვნილი ამერიკა მაგენი თვალი დაუდგა მაგ ამერიკას მეც გაუცებული დაურჩი რა პირველ როდესაც მე ვიყავი აქ პირველი წლების ემიგრანტი პროპაგანდა მაინც მუშაობს რა ადამიანზე რომელიც არ იცნობს გარე სამყაროს და მესმოდა სულ რა თქმა უნდა მესმოდა გარყვნილება უბედურება ასე მე გაუცებული დაურჩი რა დონის მორწმუნეა მოსახლეობა აქ საკუთარი მრწამსის და როგორი დონის მართალი იყო ხალხური განმგო ურწმუნო კაცი არისო საშიში და ცოდვაო თუ არა მორწმუნესო კიდე ეშველებაო მე შეხება მაგ ამ საზოგადოებასთან მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და არაერთხელ ყოფილა შემთხვევა რომ დაუპატიჟები ვართ კიდევაც თუნდაც მესა იქნება მათი და მქონია შემთხვევა მე სულ ვარ კიდევაც მე ყოველთვის სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის ყველგან მართლმადიდებელი ვიქნები მაგრამ პატივს ვცემ მე სხვის რელიგიას და სარწმუნოებას და იცით რა არის უნდა აღვნიშნო ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ
სადაც მივსულვარ მე როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, არავის ჩემთვის მართლმადიდებლური ქრისტიანობა არ წაურთმევია რა. პირიქით სიყვარულით და პატივისცემით აღუნიშნიათ, რომ მე იმ წუთას იქ ვიმყოფებოდი როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი. გესმით? და მე ამ ხელა სიყვარულს მე ვერ უყურებ საპატრიარქოს დამოკიდებულებაში და იცით რა არის კიდე რა დამინახია? გამოწვევა მათში ქრისტეს მორალის მიხედვით, რომ დაეხმარონ მრევლს საქართველოში საპატრიარქო შექმნის დღიდან სულ ითხოვს მრევლის მიერ დახმარებას ამ ყანდურების მიმართ. მე ეს დავინახე პირველ რიგში, რაც დავინახე, ეს ქრისტიანული მორალის თანახმად რა მძიმედ დამრჩა სამწუხაროდ გულში და დანარჩენი ახლა რო უყურებ პრეისტორიას უფრო მე-18-19 საუკუნის აქეთ თუნდაც აგერ ილია ჭავჭავაძე წერდა რომ იმ ეპოქაში რო დავით აღმაშენებლისო დროსო რო ცოდნოდათო ჩვენი ეპოქის საქართველოსიო რა ხდებაო, როგორ უყურებსო ქრისტიანიო, მუსულმანსო ან სხვა რელიგიის ადამიანსო, ალბათო შერცხვებოდათო, რომ ქართველები არიან. ამასაც წერს ილია ჭავჭავაძე, გესმით? იმ დავით აღმაშენებელზე და იმ დავით აღმაშენებლის ეპოქაზე, რომელმაც თბილისის დაბრუნების შემდეგ ქართველს აუკრძალა ბორის ყოლა, თუ რა თქმა უნდა მის უბანში მუსულმანი ცხოვრობდა. და ჩვენ ქართველ ერს გვესწავლებოდა ტოლერანტობა, ურთიერთრელიგიური პატივისცემა, მრავალეთნიკურ გარემოში ცხოვრება, თუ რა, როგორ განვითარდებოდით, როგორ შევქმნიდით ოქროს ხანას, როგორ გავნაყოფიერდებოდით ისე როგორც ერი და სახელმწიფო იმ ბნელს შუა საუკუნეებში, რო ჩვენ არ გვქონოდა სხვა ერებთან და სხვა კულტურებთან თანაცხოვრების კულტურა და გაგება და სოფლმხედველობა. სამწუხაროდ ის შემდეგ აქეთ ან წაგვართვეს, ან შთანერგეს ჩვენში არასწორი ცნება თანაარსებობისა, რამაც მერე მიგვიყვანა და მივყავართ ამ მდგომარეობამდე. და შემდეგ სხვა ერებიდან და სხვა კულტურიდან ჩვენ გვიკვირსო, თითქოს ჩვენ ეს არასოდეს არ გვქონია. ეს არის რეალობა. ეს ქონია და ჩვენ ვართ იგივე საბჭოთა, ასე თქვათ, კავშირიდან გამოსული ხალხი. და სადაც რელიგია არ თამაშობდა დიდ როლს, ეს იყო უფრო ძალიან ვიწრო წრი ადამიანებისთვის, ახლო რაღაცა, მაგრამ მასიურად გინდა საქართველოს, გინდა ყოფილ საბჭოთა კავშირში მასიურად რელიგია არ თამაშობდა დიდ როლს ოჯახების ცხოვრებაში, ან აღზრდაში და მაგიტომაც გამოვიდნენ რამდენიმე თაობა და უფრო გამოვედით, როგორ გითხრათ, იცით, უფრო ცინიზმი უფრო მეტია ვიდრე წამსი. საქართველოს მოსახლეობაში, მან ჩემი თაობას და ზემოთ ეს ორი აზრი არ არის, ეს ასე არის. ნუ ცირეოდენი ხალხი გამონაკლისით, იმიტომ რომ ბევრს რო შეეკითხოთ, ბიბლია არც კი იცის რა ფერი არის და გადაშლილიც არ აქვს არავის საკითხული არ აქვს, საკითხვაზე ხოზეთ მეტია ლაპარაკი. მაგიტომაც ეს ბუნებრივია, ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ ყოფილი SSRK-ს ქვეყანა ვიყავით ჩვენ. მანამდე ჩვენი ეკლესია, მე ახლა არ ვამბობ რუსეთის იმპერიის დროს რა კატაკლიზმები ხდებოდა, მაგრამ ეკლესიას ჩართული იყო ტყვეთა, მე ვამბობ სანამ რუსეთის იმპერია მოვიდოდა, ეკლესია პირადად იყო ჩართული ტყვეთა ვაჭრობაში. კი. პირდაპირ ყველაფერში, რაც კი ხდებოდა იმ ხანაში, ყველაფერში მონაწილეობდა, ყველგან იყო ჩართული და ეს იყო ეკლესია, იყო ბიზნესი მაშინ. ერთეულების გამონაკლისით. რომ ბუდიში ყველა ეპოქას ჰქონდა თავისი სიმძიმე, თუნდაც აქ რაც ხდებოდა ბალთაზარ კოზა აქ ამ სიტუაციაზე დაიწერა თუნდაც კათოლიკურ სამყაროზე და ამაზე. პრობლემა რაში მდგომარეობს, იცი? პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ევროპულმა საზოგადოებამ შეძლო განიჯუნა ფანატიზმის და რელიგიის და ჩვენ ვერ შევძელით ეს. ჩვენთან ფანატიზმი არ არის, მაგრამ დავით, საერთოდ. მე გეტყვით, მე მაგას აქვია ცინიზმი. დღეს კვირას სწავლა ეკლესიაში სანთელს დაანთობს და ის არის და მეორე დღეს შეუდგება ყველაფერი, რაც ქვია ეკლესიას და ქრისტიანობას ეწინააღმდეგო იმის განხორციელებას. ლანძღვა გინება, ცილის წამება, ყველაფერი, რაც კი შეიძლება 10 მცნება რო აიღოთ, მგონი 1-2-ის გამონაკლისით ყველაფერი ირღვევა. და მე ისევ წავა სანთელს დაანთებენ, ესე არის, მაგას აქვია ცინიზმი, მეტი არაფერი. უბრალოდ რა არის, მე ვარ წინააღმდეგი ყოველთვის ყველანაირი
არაპოლიტიკური ბერკეტის პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენებისთვის და როდესაც უყურებ ახლა დღეს რაც ხდება არ მინდა ჩავერიო ამათ იმაში და მაგრამ აბა როგორ შეიძლება ეს როდესაც ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი ღერძი დღევანდელი ქართული ოცნების არის ეკლესიის გამოყენება პოლიტიკურ ველზე. ეს ძალიან მიუღებელია ზოგადად, მაგრამ და რო უყურებ, იცით როგორი გარჩევებია ეს მონაზონი იქ ჩვეულებრივ აი ყანდურის როლებში შესული არქიპუსეთურები ქრისტეს და მის ჯვარს და მის მორალს დღეში ყიდიან, იუდას არ გაუღებია ქრისტე ისე ძვირად და ისეთი წარმატებით, როგორც დღევანდელმა საპატრიარქომ ქრისტე აღიარა. ამას ვაცხადებ დიდი გულის ტკივილით და პირდაპირ ვამბობ, რომ დღევანდელ საპატრიარქოსთან საერთოდ მიჯნავ ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ქართველ ერს. მე არ მინახია, რომ ვინმეს ყოფნოდა ვაჟკაცობა გამოსულიყო და ეთქვა, რომ მთელი ეს უბედურება განწირულია ერთ დიდ უბედურებაზე და ერი დაიღუპება და ბიჭო, თუ იმიდან იღებენ მაგალითს, ბერითებდორიდან აიღონ ეს მაგალითი, როგორ შეეწირათ საკუთარი ერისკენ მიღებას, ხო? როგორ შეწირა საკუთარი თავი. ვინ დაუშალა ბატონო გოჩა ამათ თავგანწირვა? თუ მე მოვიდი ვფიქრობ, დავით, ეს პრობლემა ისევ რაში არის, გეტყვით რაში არის. პირველ რიგში ეს ეკლესიის ბრალი არ არის, ეს არის სახელმწიფოს ბრალი, რომელიც ეკლესიაში ერევა თავიდან თავისი ძალებით, რომლებიც ადრე იყო, თქვათ, უშიშროებაში მეხუთე სამმართველო მაგით დაკავებული, რომელსაც ერქვა იდეოლოგიური, ასე თქვათ, მიმართულება ჰქონდა აღებული და რელიგიებს კურირებდა. ფაქტიურად ყველა ადამიანი, ვინც კი მღვდელსახური იყო, ყველა გატარებული იყო, ასე ვთქვათ, მაშინდელი ძველი კგბ-ს, ასე ვთქვათ, პრიზმის ქვეშ. მაგრამ ეს ბერკეტი რო რჩება მოსახლეობაზე კონტროლის, ინფორმაციის ამოღების და ასე შემდეგ, ეს ამის, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, მიდრეკილება ხელისუფლებას, რომ ასე რუსულად არის სიტყვა საბლაზნ, ანუ მოთაფლოა, ანუ ხო, აი ძალიან უჭირთ ხელიდან გაშვება და მაგიტომაც არის, რომ ეკლესიას აფინანსებს ასევე სახელმწიფო, რომელიც არ უნდა იყოს ასე. მე ვფიქრობ, ეკლესიას უნდა აფინანსებდეს მრევლი, საკუთარი მრევლი. სახელმწიფო მხოლოდ და მხოლოდ უნდა აფინანსებდეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მიმართულებით, რომ ჩვენი ისტორიული ეკლესიები იყვნენ იმ შეინარჩუნონ ის ფორმა, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიას ხაზს გაუსმევს. დანარჩენი უკვე მეურმა გადაწყვეტოს თავის მოდელს, რამდენი გადაუხადოს და რამდენი ისაქნას, რამდენი შესწიროს და ასე შემდეგ და ეს არ უნდა იყოს სახელმწიფო დოტაციაზე. ჯობია ეგ ფული გადაანაწილოს სკოლა-ინტერნატებზე და ბატონო. და იქ ბავშვები აღგარდონ ნორმალურ გარემოში და არა ესეთ ველურ გარემოში, როგორც ახლა იზრდებიან უპატრონო ბავშვები. ვინმე საერთოდ მოუკითხიათ, რა ხდება სკოლა-ინტერნატებში საქართველოში? ეს მოგოს გადახვევა გავაკეთე. და სამწუხაროდ ასე იყო ყოველთვის ასე მოქმედებს სახელმწიფო. სახელმწიფოს ჩვენ, ბატონო დავით, საქართველო კი არის დამოუკიდებელი 35 წელი, მაგრამ საბჭოთა საქართველოს მენტალიტეტიდან სახელმწიფო ვერ გამოვიდა. ისევ არის პოლიციული, ისევ არის პროკურატურა უნდა იყოს იქ ამთავარი, ისევ ის არის, რა ქვია, რაღაცა გადაწყვეტილებებს იღებენ, მაგალითად ელემენტარულად დავიღოთ. აღარ მახსოვს ბათუმელი ჯარისკაცი რომ მოკლეს ახალაიებმა, რა ერქვა იმას. შავაძე როინი. ხო, როინ შავაძე, ხო? მაგის გადაწყვეტილება როგორ და მიიღო ვიღაცა სამართლის უფროს იმაზე და ხმასაც არავინ არ იღებს. ეხლა შავაძე როს ხონებული მართლა განსწროს ჩემი ქვეშენდომი ყოფილიყო. გინდა დანაშაულში ფილებული. მე მაგის უფლებას როგორ მივცემდი ვიღაც პოლიციის გამყოფილებას, რომ ეგ გაეკეთებინა. იმ პოლიციის გამყოფილებას იმ ომის დროს დავხრეტავდი ადგილს. ადგილზე დაიფრიტებოდნენ ეგრევე, ომის დროს. და ეგრე როგორ შეიძლება გაუკეთოს შემდეგ. ანუ პოლიციური მენტალიტეტის სახელმწიფო არის. და ეგ არ არის პოლიციური, ეს არის კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელი სახელმწიფო. ბატონო გოჩა, აბსოლუტურად გეთანხმებით. თქვენ მე მინდოდა რომ ეს live ეთერი უკვე დამესრულებია, მაგრამ
ჩვენ დიდი ხანი არ გქონია კომუნიკაცია ერთმანეთთან და საზოგადოებასთან ასე ფართოდ არ გვიმსჯელია ამ თემას და ძალიან გთხოვთ, ჩემი თხოვნა იქნება პატარა დრო დაგვითმოთ კიდე და აუცილებლად შევეხოთ წულუკიანის ეგრეთ წოდებულ კომისიას. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ამ სიტყვის თქმა, იმიტომ რომ რა არის იცით, რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ. ბევრს მოსწონს, ბევრს არ მოსწონს, მაგრამ გამოთქმები ხანდახან ძალიან სერიოზული აქვს და არა მარტო კულტურაც აქვთ. რუსული კულტურა, რუსული ლიტერატურა, რუსული ფილოსოფია და ფსიქოლოგია ეს არ არის ხელწამოსაკრავი და ესეთი ნათქვამი აქვს რა, სამ танцуем, сам поем, сам билеты продаем. კი არის. ვადიეთ, მაგრამ აი წულუკიანის კომისიას მე მეც ვერაფერს ვერ დავარქმევ. რაც უნდათ გაასაჯაროეს, რაც არ უნდათ დაჭრეს, რაც არ უნდათ ამოჭრეს, ვინც არ უნდათ დაიჭირეს, ვინც არ უნდათ დაატყვევეს, ვინც არ უნდა ამოკენძეს, გადაკენძეს, ომი გამოიძიეს, ომის დამნაშავეები პარტიაში უზით და ახლა თურმე დასკვნას წერენ. გესმით და მე გარის მე გეტყვით ბაზარს. აი გეტყვით მაგის ახლა ვუყურებდი და ანუ კომისიის წევრები შეამოწმეთ ვისი მოქალაქეები არიან საერთოდ. მე მანდიდან დაიწყეთ. მე აიხეთ და ეს ყველაფერი არის მე ახლა დავარქი მაგას მე ახლა შეურაცხყოფას არ ვაკენებ არავის, მაგრამ ეს არის წულუკიანის მასკის შოუ დავარქვი, ძველი გახსოვთ 90-იან წლებში იყო ასეთი ოდესელი იუმორისტული ვიდეო გადაცა მასკის შოუ ასე ვთქვათ და ხო და ესეთი აი კლოუნების ეს არის რა ქვია მაგათ როგორ უნდა გამოიძიონ ომი, როცა ერთი დღე ჯარში არ უმსახურიათ თვითონ. ქართულ ჯარში არ უმსახურიათ. ზოგიერთმა შეიძლება იმსახურა ახლა საბჭოთა დროს სადმე რა ქვია სამშენებლო ბატალიონში, მაგრამ რეალურად მათ არაფერ წარმოდგენას არ აქვს, როგორ უნდა გამოვიძიონ მე სამედიცინო საკითხები. ან როგორ უნდა გამოიძიოს ექიმმა ასტრონომიული რაღაცა მოვლენები იმაში galaktikაში თქვა სიტყვაზე თუ ასტრონომია არ არის, ხო? ნუ აი ესეთი შეუსაბამობა, აი პირდაპირ ეს არის ადამიანები არაპროფესიონალები არიან. მე მაგიტომ ამბობდი თავიდანვე რომ უნდა შეიქმნას სამხედრო ტრიბუნალი. სამხედრო ტრიბუნალი, რომელიც გამოიძიებს დეტალურად დაწყებული რიგითი ჯარისკაციდან დამთავრებული პრეზიდენტამდე ყველა მოქმედებას. არა მარტო იმიტომ, რომ ვიღაცა გინდა თუ არა უნდა დაიჭირონ დასაჯონ, არამედ გამოიტანონ დასკვნები ამა თუ იმ მიმართულებაზე, რა შეცდომები იყო დაშვებული, რომ ჩავიდეს ისევ დაიდოს სასწავლებლად, გინდა სამხედრო აკადემიებში, გინდა παιδანაყოფებში, რომ ასეთი შეცდომები აღარ გამოუდგეს. მართვაში, გადაწყვეტილებებში, ომის წარმოების, ასე ვთქვათ, მართვაში, ეკონომიკაში, ფინანსებში და ასე შემდეგ. ეს არის ფართო საკითხი, მაგრამ ეს ასე ვთქვათ, შოუ წარმოდგენა რაც იყო პარლამენტში, ეს უფრო იყო რაღაცა ეგოს დასაკმაყოფილებლად თუ აი ხო რაღაცა გავაკეთეთ. და მართალი ბრძანეთ, იქ ძირითადი დამნაშავეები ოცნების რიგებში შეხვედან ადრე იმაში იყვნენ ნაციონალებში, ახლა ოცნებაში შეხვედან. თუნდაც რა ვიცი ის ქალბატონი რო ყვებოდა რომ წაართვეს ყველაფერი და დატოვეს საწყალი ყველაფრის გარეშე ის ადამიანი ოცნებაში ზის პარლამენტში ზის ვინც გააკეთა ეს ყველაფერი მეორე ადამიანი ერთი ჩემი მეგობარია რომელსაც წაართვეს ყველაფერი და ისა გენერალურ პროკურატურად გაამწეს ეს როგორ გენერალურ პროკურორად იყო კაცმა ღამეთ ფეხები დაკიდებულზე მამამისი მოუკვდა მეორე საკანში იმას წაართვა ყველაფერი და ის კაცი იყო გენერალური პროკურორი შოთანზე მაგალითად ხო და რამდენი იყო ეგეთი 800-ზე მეტი საქმე არის მარტო სერიოზული რომელიც არ იყო გამოძიებული და თაროზე იდო ბოლო 13 წელი და ეხლა ეს შოუ დადგმული იყო რომ ნაცები არიან ცუდი და იძიებენ ყოფილი ნაცები აი ეს არის ყველაფერი იძიებენ რა მაგას ბრჭყალებში სიტყვა ნუ რაც დიახ მადლობა თქვენი შეფასებისთვის მე გთხოვთ რომ რაღაცა უახლოეს კვირაში ორ კვირაში ასე დაახლოებით ჩვენ კონკრეტულად შევისწავლოთ ეს საკითხი წულუკიანის და მისი ტრიბუნალშიცების თემა
და კონტრმტკიცებულებებით, აი განვიხილოთ ის, რომ საზოგადოების ფართო მასებმა იცოდნენ რა დონის აბსურდთან აქვს საქმე. იმიტომ რომ რა ხდება იცით? თვითონ ესეთ დილემას წააწყდნენ. კაცი ყავთ დაბარებული, უბრალოდ ქალბატონი ყავთ დაბარებული, რომელსაც უსამძიმრებენ მის თავს დატეხილ უბედურებას და ამ დროს ვინც ეს ჩაიდინა დღეს უმაღლეს თანამდებობაზე უზით იქვე პოლიციაში. ესმით თქვენაში ეს საქმე. ამ და სხვა დეტალები ესამეს დავამატებ მე რომ აი მე ახლა შორს არ წავარ პირდაპირ ჩვენს საკითხებს ამ ხელმოსაზღვაო ძალების საკითხზე. როგორ მოხდა გაუქმება, რა უძღოდა წინ, რამხელა უკანონობა მოხდა და პლუს ამასთან ერთად როგორ აღმოჩნდა ამ საქმეებში დაახლოებით 20-მდე თუ მეტი არა საიდუმლო მასალები, არასაიდუმლო საქმეში აჯაროთ წესრაზმერების სიების ჩათვლით და მათი მისამართების ჩათვლით, რომლებსაც რაღაცა დაემართათ. და ამაზე პასუხი არ არის. ეს შეტყობინება პირადად მე გაუგზავნე ბობახიძეს მაგალითად. რომ გამოიძიო. და ასევე რამდენიც ვიცი, იქ თბილისშივე გადაუგზავნეს ალბატონი წულუკიანის კომისიასაც, მაგრამ ხმაი ხელს არავინ არ კიდევს, იმიტომ რომ თავის თავს ვერ დაიჭერა. ზუსტად გეუბნები ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მე მინდა რომ თქვენთან დეტალურად გავიაროთ ეს თემები, იმიტომ იქ შინდის სისტემასთან დაკავშირებით კიდე გაასაიდუმლოეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენებები იმ ჯარისკაცის, რომელიც დღეს გადარჩენილია და სხვადასხვა შორის აქ პარიში მკურნალობს. ხო და არის ისეთი საკითხები, რომ აი ამ ყველაფერს ჭირდება უფრო რეალური მიმოხილვა. ჩვენ დროში შეზღუდული ვართ, იმიტომ რომ ჩემ თავარი ამოცანა არის ის დღეს რაც ჩვენ ვილაპარაკეთ ფართო მასებამდე მივიდეს. და გაიგოს და როდესაც ეთერი ცდება საათს და მეც საზოგადოების მართლმადიდებლობას უჭირს ამის მოსმენა, უფრო სწორად რა არის, ბევრს უნდა ამის მოსმენა, მაგრამ დრო და საშუალება არ აქვს. ამიტომ მომგებიანი იქნება თუ ჩვენ ამ საუბარს სხვადასხვა თავებად ჩავწერთ და მივაწოდებთ საზოგადოებას. ამიტომ კი ბატონო. კარგით ბატონო დავით. უბრალოდ ბატონო გოჩა მე ვიტყოდი რომ რაც ხდება წულუკიანის კომისიის ჩათვლით ეს არის საქართველოს უახლოეს ისტორიაში კლასიკური ხალატის რატიფიცირების, გაправების და პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენების მცდელობა, რაც მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ქართველ ერს და არა რომელიმე პოლიტიკურ მოძრაობას ან პარტიას. ბატონო გოჩა, მადლობას გიხდით თქვენ დღევანდელი ეთერისთვის, დათმობილი თქვენი დროისთვის, თქვენი გასჯებისთვის, ჩვენი სუბიექტიური შეხედულებებისთვის და ჩვენი მაყურებელი გადაცდა უკვე ამ სოციალურ ქსელში 35,000 გამომწერს და ყველას ვთხოვ, რომ გამოიწეროს, შემოგვიერთდეს და მხარი დაუჭიროს საკუთარი სმენით ამ რეალობას, რომელსაც ჩვენ აქედან ვაშუქებთ. დიდი მადლობა ბატონო დავით, დიდი მადლობა და იმედია რომ მშვიდობა იქნება, ჩვენ რაც დავგეგმოთ ყველაფერი შესრულდება, ქვეყანა განვითარდება, წინწავა. კარგი რაც მოხდება, ჩვენ გაგვიხარდება რა თქმა უნდა, შეუძლია მას ვინ გააკეთა. ჩვენ ვებრძვით არა პერსონებს, არამედ არაპოლიტიკურ პარტიებს, არამედ ნეგატივს, რომელიც შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის, პერსონის, ან რომელიმე ეგრეთ წოდებული სახელმწიფო მოღვაწის აქციელში ან საუბარში ან დესტრუქციულ ქმედებაში. მე კონკრეტულად ჩასაფრება შეიძლება მოუწყო მტერს და საკუთარ სამშობლოს როგორ უნდა ჩაუსაფრთხო. ნეგატივს ჩასაფრება არ უნდა, ნეგატივი უნდა გაანეიტრალო. აი ამას დიდი მადლობა. კარგად გზანდებოდეთ. ჩვენ ვისურვებთ მშვიდობას, კარგად ყოფნას და ჯანმრთელობას, რაც მთავარია დღეს ალბათ ჩვენ დროში და ჩვენს სოციალურ. გაიხარეთ, დიდი მადლობა. თქვენს კარგად გზანდებოდეთ.